პოლიციამ გადაკეტა გზა. აღარ გაგვატარა და მე უკან სლაზე რომ წამოვედით. სხვა გზიდან, ვიწრო გზიდან დავიწყეთ ჩამოსვლა, იმიტომ რომ რაღაცა სული ავდიოდა იმას, რომ პროვოკაციას ათხოვდნენ. კუჩში დარჩენილი ჩვენი რამოდენიმე თანამებრძოლი გააკავეს. მანამდე ჩვენი თანამებრძოლი დათო გუნაშვილი გზიდან მოხტაცეს. უკან აი მარშების დროს ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ ერთად ვიაროთ, იმიტომ რომ ვიაროთ ერთად რომ იციან ესე მოტაცება. უკვე ვეღარ გაიგეს ამ ორი ხვირის განმავლობაში რა დაეპირისპირებინათ და დაიწყეს ესეთი ისევ გადავიდნენ ამ დაშინების ტაქტიკაზე. ამიტომ ჩვენ ვაგზავნებთ მეგობრებო ბრძოლას. ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილეს ვიჩენდით ყველა დონეზე, ყველა ასპექტში, რომ ვერაფერი ვეღარ მოიფიქრეს. ეს დაიწყეს უკვე გამოხშირვა და ამით უნდა ერთი ამოცანის მიღწევა, რომ ამ დაშინებებით იქნა დაწყებული ჩვენი მოძრაობა რამენაირად შეაჩეროთ. ჩვენ არაერთხელ გვიტყვია, რომ ეს ცვლილობა არის მშვიდობიანი. ჩვენ მოყიდეთ კანონი დადგენილი წესით. მერიაში წინასწარ არის შესული შეტყობინება, რომ ესეთი მარშები გაიმართება. ჩვენი მეგობრები და პირადად მეც მაქვს შეტანილი.
და მე ეს მარშრუტი მოძრაობს სპონტანურად და ჩვენ იმაზე დიდხანს არ ჩერდებით გზაზე, ვიდრე საჭიროა, იმიტომ რომ გზის ბლოკირებაში არ ჩათვალოთ. ბევრჯერ შეეცადნენ ზუსტად რომ ხშირ დიდხანს შევეყოვნებინათ, რომ გზის ბლოკირება როგორც ბლოკირება ისე გამოიყენებინათ და მე დაეკავებინათ და სავარაუდოდ მე ეს ვარაუდობ ჩვენ გავიგებთ კიდევ რატო არის ჩემი თანამებრძოლები დაკავებული და ალბათ მოტივი იქნება ეს, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა მოვისმინოთ.